ნოტარიუსობის მსურველთათვის ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების კურსი ჩატარდა. კონკურსის წარმატებულად გავლის შემდეგ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირები ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირებას გაევლიან. 8 თვიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს. საქართველოში ამჟამად 239 ნოტარიუსია. გასულ წელს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. სტაჟირების შემდეგ ნოტარიუსად კიდევ 61 იურისტი დაინიშნება. 61 პიროვნება შესაძლებელია რომ დანიშნული იქნეს ნოტარიუსად, მაგრამ პრიორიტეტი და აქცენტი კეთდება რეგიონებზე, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოლქია, თემი, დაბა, რაიონი, სადაც წლების მანძილზე მოსახლეობას არ ყოლია ნოტარიუსი. მოსახლეობას არ უნდა უხდებოდეს ერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოლქიდან მეორეში გადასვლა და ძვირი არ უნდა უჯურდებოდეს მომსახურება, არ უნდა კარგავდეს მეტროს და სწორედ აი აქცენტები არის მიმართული ამისკენ, რომ რეგიონები დავაკმაყოფილოთ ჩვენ.